ძნელია ცოტა სერიოზულად შეხედო ამას, იმიტომ რომ ადამიანები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ ხო თავიანთ კრიტიკას ხელისუფლების მიმართ. მაგალითად ახლა მე ეთერში მოვდივარ თქვენთან ან რაღაც შეხვედრებზე მივდივარ და იქ ვამბობ ამ კრიტიკას, არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც სოციალურ ქსელში გამოხატავს ამას და არის უდიდესი ნაწილი საქართველოს მოსახლეობისა, რომლებიც მაგალითად საღამოს საქმეებს რომ ორჩებიან, განსაკუთრებით რეგიონებში იკრიბებიან ბირჟებზე და სანახშოებზე, როგორც რაჭულად ვამბობთ ხოლმე ჩვენ და იქ მსჯელობენ ძირითადად პოლიტიკაზე და ხშირ შემთხვევაში აგინებენ ხელისუფლებას. მე არ ვიცი. ხო, არ გამორიცხავ ხო ამასაც და რანაირად უნდა მოხდეს ამის დარეგულირება. საჯარო სივრცეში არ ვიცი ბირჟა იგულისხმება. ბირჟა საჯარო სივრცეა. რატომაც არ არის საჯარო სივრცე ხა ადამიანს. თუმცა როგორც ვიხდი უფრო არის სოციალურ ქსელზე ლაპარაკი. ხო, მაგრამ სოციალური ქსელიც დეპარტამენტში ერთგვარი ბირჟა ეყოლებათ ხალხი ეყოლებათ სპეციალურად რომლებიც დასხდებიან და Facebook-ზე ესე ჩამოსკროლავენ იმისთვის რომ ვინმე ხო არ იგინება რა. ხო და ან სტოურები, ინფორმატორები ეყოლებათ რომ არ გამოგრჩეთ აი ამ ადამიანმა ამ დროს ამ სიტუაციაში ასე გამოხატა საკუთარი აზრი. რა ვიცი, ქვეყანაში იმდენად მძიმდება ვითარება და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიც კიდევ უფრო და უფრო რთულად გასაძლები და ასატანი ხდება, რომ ადამიანებს რაღაცა განტვირთვა ჭირდებათ და მე ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში გინება და ლანძღვა ამ ფუნქციასაც ასრულებს ხოლმე ერთგვარად ბოლის გამოშვებას, რასაც ეძახიან, იმიტომ რომ გულის მოუხება მაინც ჭირდება ადამიანს და ესე მთლად მართლა ჯინივით რო ჩაამწყდიო ადამიანების ემოციაც, მათი უფლებებიც, მათი ასე ვთქვათ პროტესტის გამოთქმის ნებისმიერი შესაძლებლობა ჩაახშო, ამან შეიძლება ამას უკვე სერიოზულად ვამბობ, რომ ახლა ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს, იმიტომ რომ ეს უცებ მერე სადღაც გასკდეს ისეთ დროს და ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ხა ადუღებულ ჩაიდანს თავს ხა ბუნებრივია, აბსოლუტურად ბუნებრივია. ეს გახეთქავს. აუცილებლად, მაინც და მაინც კარგი შედეგი არ მოყვება ხოლმე. უჭერენ და უჭერენ, ამ ჭანჭიკებს უჭერენ ყოველ დღე ხო, ამას ხედავთ ჩვენ დაპატიმრებების ესე ციკლური გაძლიერებები აქვთ ხოლმე, ხო? ეხლა აშკარად გაძლიერების პროცესი დაეწყოთ, როცა აი ამ ტროტუარზე დგომისთვის პრაქტიკულად ჯგუფ-ჯგუფად ხდება ხალხის დაპატიმრება და უკვე დააწიეს გზაში ეს ინიციატივაც, რომ აზრის გამოთქმის გამო შესაძლოა ადამიანებს გარკვეული სანქციები დაეკისროთ. და ამას აკეთებს ხელისუფლება, ყველაზე ცინიკური ალბათ ეს არის, რომელიც არის ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის ავტორიც. უხამსობის დამამკვიდრებელიც, იმიტომ რომ კალაძის მაგალითად გამოთქმებს თუ გაიხსენებს ადამიანი, როგორ შეფასებებს აკეთებდა ხოლმე და რომ ეგონა რომ ამით ბიჭობდა, კი ბატონო, გამოექანეთ და ასე შემდგომ, ამ ტიპის ენის დამამკვიდრებლებიც ესენი არიან და იმ დიმიტრი სამხარაძეს კიდევ ერთხელ ვახსენებ, თუ რამეთი ამ კაცმა თავი დაამახსოვრა პოლიტიკურ პროცესში ადამიანებს, არის მხოლოდ ბილდსიტყვაობა, გინება მისი მხრიდან, სხვა მე არ ვიცი, რამე პოლიტიკური ინიციატივა არ გამიგია მისი მხრიდან, პოლიტიკური მოსაზრება ან ანალიტიკური წიაღსვა. ის მხოლოდ იგინება და ვიღაცა შეწუხდა და ვინ შეწუხდა ვინ შეწუხდა და ვისი შეწუხების გამო წუხდება მერე მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, ეს ჩვენ ვიცით. და მე არ ვიცი ხა ეს შეწუხდა ეს ადამიანი იმის გამო რომ ეს სიტუაცია რომ დაიძაბა სხვათა შორის ხა რაჭიდან ხშირად მიწევს გასვლა და გუშინ ჩამოვედი მცირეხნიანი გასვლა მქონდა, მაგრამ ერთი უზიარებდი ჩემს მეგობრებს, ჩემს დაგვირვებას, რომ ისეთი ადამიანები ლაპარაკობენ უკვე ძალიან კრიტიკულად ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებზე, რომლებიც
ადრე ამას ან არაკეთებდნენ, ან პირიქით ხელისუფლების გარკვეულ ნაბიჯებს იცავდნენ და როგორც ჩანს რაღაცა სიმპტომი გაჩნდა მათთვისაც ასაღელვებელი და ასანერვიულებელი, იმიტომ რომ როდესაც შენ მაგალითად ბოლო პერიოდის რაღაცა მათი ნაბიჯები რომ შევაფასოთ, თან ფასების კომისიას ქმნი პარლამენტში, ამის პარალელურად დენის ფასს აძვირებ, ბენზინის ფასი ძვირდება, ყველანაირი ასე ვთქვათ პროდუქტის შესაბამისად მიწოდება ძვირდება და თვითღირებულება ძვირდება და ასეთ დროს შენ გამოდიხარ და ამბობ რომ თუნდაც იგივე სოციალურ დახმარებებთან და მიმართებაში ამას ორი მხარე აქვს და ამის შესახებაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან გაბერილია ეს სიები და უნდა შევამციროთ, იმიტომ რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაიზარდა და უკვე არ ჭირდება ამდენ ადამიანს სოციალური დახმარება, ეს არის ძალიან ცინიკური განაცხადი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან და სოციალურ დახმარებებს რაც შეეხება, ეს არის ძალიან უსამართლო სისტემა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი ითხოვს სოციალურ დახმარებას, უამრავ ადამიანს ჭირდება მართლაც ასეთი დახმარება და მართლაც უამრავი ადამიანია ისეთი ამ სიებში, რომლებსაც ეს დახმარება არ ჭირდება, მაგრამ მაინც იღებენ იმის გამო, რომ ოდესღაც არჩევნებზე თუ არჩევნებს მიღმა ქართულ ოცნებას ეს ხალხი ჭირდება იმისთვის, რომ მოიბას და აკმაყოფილოს, რაღაცა კომფორტი შეუქმნას და აძლევს ამ დახმარებას და ამ ხრივაც ძალიან დიდი უკმაყოფილება არის, რა თქმა უნდა და ხალხი ხედავს ახლა მაგალითად რეგიონში ყველა მიცის ვინ იღებს სოციალურ დახმარებას და ამავდროულად ყველა მიცის, მათ შორის დეპუტატები, საკრებულოს დეპუტატები და მერიის წარმომადგენლების ოჯახები იღებენ, რომლებსაც ისედაც ძალიან საკმაოდ მაღალი და ნორმალური, ასე ვთქვათ, ჩვენი პირობებისათვის ნორმალური ანაზღაურებები აქვს და კიდე რამდენ გვერდითა შემოსავალს იღებენ, ამაზე აღარ არის ლაპარაკი და ეს ხალხი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ხედავენ, რომ მას რაღაცა შეიძლება ჩამოკიდებული ფარდის გამო, რომელიც შესაძლოა ვიღაცა მაჩუკა ქულა წაართვას და ვეღარ მიიღოს სოციალური დახმარება და ამ დროს სოციალურ დახმარებას იღებს მის გვერდით მყოფი ადამიანი, რომელსაც მანქანაც შეიძლება კონდეს, რაღაცა ბიზნესიც შეიძლება კონდეს და სახელმწიფო უწყებაში შეიძლება იყოს დასაქმებული და რა თქმა უნდა ძალიან ბევრია ამ ტიპის უსამართლობის გამოხატველი ფაქტები. ჩამოურიგებენ ამ სოციალურ დახმარებებს, გაბერავენ იმისთვის რომ ახმა მიიღონ და მე არჩევნებს მერე უქმებენ ისე. ეს ხალხის შეება რამდენიმე თვე აიღებს და ამითაც მაყოფილია ალბათ არის. სამწუხაროდ ისევე როგორც ხახვის და კარტოფილის თემა არის. თქვენც აუცილებლად უნდა კითხოთ და როგორც ქალს, როგორც მორწმუნეს და ასევე რომ მეუფეშიოს პატრიარქიოს უკვე ასე ვთქვათ პატრიარქ შიო მესამეს თორმეტელი ქადაგა რომელიც გამოიწვია დიდი ასასხლავება განსაკუთრებით იმ ნაწილმა სადაც მან ისაუბრა იმის შესახებ რომ აი თუ ოჯახში მძიმეცოდვა ტრიალებს ისეთ როგორც მაგალითად არის აბორტი მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირი ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ რომ როგორც ჩვენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ ყველას გაახსენდა რომ ხა საბჭოთა კავშირის დროს არ იყო ოჯახი სადაც აბორტი არ იყო იმიტომ რომ მაშინ არ იყო თავის დაცვის საშუალებები და ასე შემდეგ და ნუ ყველა გამოაცხადა განწირულად პლუს თქვა რომ აბორტი უნდა აიკრძალოს კანონმდებლობით და ასე შემდეგ მე მესმის ხა რელიგიურად ეს ცოდვა არის და ასე შემდეგ მაგრამ რა თქვენ უნდა ეთანხმებით რომ აი კანონით უნდა აიკრძალოს ამ თქვა ასეთი ხისტი განცხადებები უნდა კეთდებოდეს ხო ეს არ არის მარტივი თემა და ძალიან რთულია რომ ერთი წინადადებით ერთმნიშვნელოვნად ჩამოაყალიბო მოსაზრება. ნუ ის რომ რელიგია, ქრისტიანული რელიგია მიუღებლად და ცოდვად მიიჩნევს აბორტს ეს ცხადია და როგორ უნდა ხდებოდეს დარეგულირება ამაზე ძალიან დიდი ხანია, ბევრი წლებია მიდის ასე ვთქვათ დემოკრატიულ ქვეყნებშიც პოლემიკა და პარტიებს შორის განსხვავებულობის ერთ-ერთი სერიოზული თემაც არის მაგალითად კი ბატონო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგრამ ერთი რაც თქვენ თქვით და აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში რომ საბჭოთა დროს ერთი რომ არ იყო ის შესაძლებლობები რა შესაძლებლობებიც დღეს არის და მეორე ამავდროულად არ იყო ის რელიგიური ცოდნაც რომელიც მერე შეიძინა ადამიანმა და შეიძლება ადამიანების უდიდესი ნაწილი ამ ნაბიჯს
დგამდა ისე რომ არც ქონდა გაცნობიერებული რა მოვლენასთან შეიძლება ქონოდა საქმე და ნუ იტყვის რომ ეს ასეა მე მახსოვს ძალიან კარგად შეიძლება გახსოვს შენც რომ 90-იანი წლების მიწურულს იყო მე მგონი გაჩნდა რაღაც დოკუმენტური ფილმი აბორტის საშინელებასთან დაკავშირებით ანუ ნაყოფი როგორია პირველ კვირას, მეორე კვირას, მესამე კვირას და აი მერე შემოვიდა ხო მანამდე ხო იყო რომ რაღაცა პერიოდის ხო და ეს იყო ისეთი შემზარავი რამ იმიტომ რომ ადამიანებმა რაღაცა შემზარავი დაინახეს უკვე ხილულად და ამაზე დაიწყო ძალიან ბევრმა ადამიანმა ფიქრმა და ალბათ ბევრმა დაიწყო საკუთარი პოზიციის და დამოკიდებულების გადახედვა ამ ფილმის გამოსვლის შემდგომ პერიოდში და უკვე რელიგიური საზოგადოება ცხადია ამას სხვანაირად უყურებს მაგრამ არ არის ეს მარტო რელიგიური მხარე ამავდროულად არის სამედიცინო მხარე და ძალიან ბევრი კამათი მახსოვს მე მათ შორის ქალთა უფლებების შესაბამის ასე ვთქვათ კონფერენციებზე თუ სემინარებზე თუ რაღაც საერთაშორისო შეხვედრებზე მათ შორის საქართველოს პარლამენტშიც გასულ პერიოდში რომ რა შემთხვევაში არის გამართლებული აბორტი და როდესაც დედის სიცოცხლეს შეიძლება ემუქრებოდეს საფრთხე და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს და კანონმდებლობამ როგორ უნდა განსაზღვროს ეს ამბავი ამავე დროს არის ძალადობის შედეგად ჩასახულ ბავშვებთან დაკავშირებით აქვს თუ არა უფლება ძალადობის მსხვერპლს რომ მან მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები და არ არის ეს საკითხი რომელსაც ასე ვთქვათ ერთი ხელის მოსმით ასე ვთქვათ გადაწყვეტ და არის კიდევ ერთი ამბავი და თემა რომ როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვების სიცოცხლის მოსპობაზე და აგერ ჩვენ ვხედავთ აქციებს ამდენი ხნის განმავლობაში რომელიც დაახლოებით 100-მდე ბავშვის სიცოცხლეს ეხება და სახელმწიფო ამას უყურებს აბსოლუტურად გულგრილად არ თანხმდება ეს ორი ამბავი ერთმანეთში და ჩვენ თუ ჩასახული ბავშვების სიცოცხლეზე ვზრუნავთ ეს უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე საკითხია რელიგიური თვალსაზრისით, ადამიანური ეთიკის თვალსაზრისით, ასევე ადამიანური ეთიკის და თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია რომ ჩვენ დავინახოთ ეს პრობლემა, რომელიც აგერ ჩვენს გვერდით არსებობს და ეს უნდა შეიმჩნიოს აუცილებლად სახელმწიფომ და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საეკლესიო მოღვაწეებმა ამაზე მიუთითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია რაღაც ჰუმანურ პრინციპებზე და ჰუმანურ საზოგადოებაზე ვილაპარაკოთ. ამავდროულად დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო მუშაობას ამ თვალსაზრისით და არა აკრძალვებს, იმიტომ რომ აკრძალვები ჩვენ ვიცით, რომ რა შედეგს იძლევა ხოლმე და როგორ გადადის იატაკქვეშეთში და რამდენი სიცოცხლე შეიძლება ასეთ დროს განადგურდეს. ბევრი ასეთი მაგალითი იცის მსოფლიო მათ შორის დემოკრატიულმა პრაქტიკამ და ამ ყველაფერს უნდა გასიგრძეგანება და ძალიან სერიოზულად ჩამოყალიბება პოზიციებისა და არის კიდევ ერთი რამ ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანებმა თუ იციან რომ ვერ არჩენენ შვილებს და პრობლემები შეიქმნება განათლების თვალსაზრისით, ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, მერე შედგომა ადამიანად ისე რომ ღირსეული ცხოვრებით გააგრძელოს სიცოცხლე, მაშინ აღარ ჩნდება ხომ სურვილი, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს იმასაც, რომ რაც უფრო შეძლებულია საზოგადოება, შეიძლება უფრო ნაკლებად ფიქრობდეს, ასეთი კვლევებიც არსებობს, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის უღარიბეს ღატაკს საზოგადოებაში ასეთია უცნაური პროპორციაა, რომ ღატაკი ოჯახები უფრო მეტად მრავლდებიან, ვიდრე ოჯახები, რომლებსაც ცოტა მეტი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. თუ დემოგრაფიაზე ვლაპარაკობთ, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ძალიან ბევრი გზა და შესაძლებლობა არსებობს. აი, თან დემოგრაფიაზე დარდობენ და თან მაგალითად ხელოვნურ უშვილო წყვილებს ხელოვნურ განაყოფებას უგრძავენ. ეს ცალკე თემა. ხო, რელიგიური თვალსაზრისით ეს მართლაც შესაძლოა ძალიან ახალი მოვლენაა და სერიოზული კამათის საგანიც იყოს, მაგრამ ამ ერის გამრავლების თემა არის ბევრნაირი ჩვენ მაგალითად თავი
თავის დროზე პარლამენტში გქონდა დემოგრაფიული საკითხის გადაწყვეტის მთელი რიგი პაკეტი და წინადადებები, მაგრამ იმის შემდგომ დრო გავიდა, შეიცვალა გამოწვევები, ახლა ახალი რამ არის. სხვათა შორის მათ ქართულ ოცნებას ვამბობ, მათ ძალიან საყვარელ პოლიტიკოს ორბანს ჰქონდა მთელი რიგი მიმართულებები დემოგრაფიული თვალსაზრისით და შეუძლიათ გარკვეული გამოცდილება იქედან გადაიღონ და რაც შეეხება ეკლესიის თანამონაწილეობას, სხვათა შორის არ მithქვამს ჯერ ეს არასოდეს შემიძლია თქვენი ეთერით განვაცხადო, რომ ის ძალიან დიდი პროექტი პატრიარქის ნათლულებისა როგორ დაიწყო. პატრიარქი, როდესაც სამეფო დინასტიაზე ფიქრობდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე, მაშინ ჩვენ ვეხმარებოდით გარკვეულწილად, ბევრი ინფორმაციას ვიძიებდით და აი როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე სამყაროში დემოკრატიული, კონსტიტუციური, მონარქიული წყობილება, ამის თაობაზე მას ძალიან აინტერესებდა. ის არ იყო ჩვეულებრივ ახლა დინასტიურობის აღდგენის მომხრე, ის ხედავდა, ვთქვათ, გარკვეულ საფრთხეებსაც, მაგრამ ხედავდა ძალიან ბევრ სარგებელს ამაში და როდესაც ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობდით, ჩვენ მას უთხარით, რომ მეფე ხუან კარლოსი ამ დემოგრაფიული პრობლემის სხვადასხვა საკითხებთან ერთად დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტას ამ გზითაც უწყობდა ხელს, რომ ის ნათლია ხდებოდა ბავშვებისა და პატრიარქმა თქვა, რომ მოდი სანამ ჩვენ გვეყოლება მირონცხებული მეფე, მაშინ პატრიარქმა აიღოს ეს ფუნქცია და მართლაც როგორი გამოდგა. დიახ, და ეს არის პოზიტიური ინიციატივა და ასეთი პოზიტიური ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია ხო, დაშინება ადამიანების და განწირულებად გამოცხადება. ხო, ეს ცოტა რთული ამბავია. მე ვფიქრობ, ეკლესიაც უფრო მეტ განმარტებას შემოიტანს ამ მიმართულებებით და ერთი ქადაგების მიხედვით ალბათ არ უნდა განსაზღვროთ ყველაფერი და იმედი ვიქონიოთ, რომ ბევრად უფრო სიღრმისეულად იქნება ამ საკითხების მადლობა დიდი ფიქრეთ შეხადზე, იყო ჩვენი სტუმარი.